ბატონო პრეზიდენტო, დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ან აიღო ვალდებულება, რომ ნატოს ტერიტორიას თავს არ დაესხმება? მე მასთან კარგი საუბრები მქონდა, იგი ნატოს ტერიტორიას არ შეუტევს. CIA-ის დირექტორმა ჯონ რედკლიფმა მისი ვიზიტისას რუსეთი გააფრთხილა, რომ ნატოს ტერიტორიას არ დაესხას თავს. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მაგრამ მათგან თავდასხმა არ იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები მედიაში გავრცელებულ ცნობებს. თითქოს ვაშინგტონი ევროპის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო შეშფოთებულია ეწინააღმდეგება. ეს კომენტარები CIA-ის დირექტორ ჯონ რედკლიფის მოულოდნელ ვიზიტს მოსკოვში 2 დღის შემდეგ მოსდევს. Wall Street ჟურნალისა და CBS News-ის თანახმად მოლაპარაკებების მიზანი რუსეთის დარწმუნება იყო ნატოს წევრებზე თავდასხმისგან თავის შეკავებაში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო შეფასებები მიუთითებს, რომ მოსკოვი შესაძლოა ალიანსის შესაძლებლობების გამოცდას ცდილობდეს. პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს, განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში. ხოლო კითხვაზე ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას, რომ რედკლიფმა რუსეთი გააფრთხილა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამასთან დონალდ ტრამპმა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა და მიანიშნა, რომ საუბარი უკრაინას შეეხებოდა. მანვე უარყო ცნობები თითქოს CIA-ის დირექტორმა ნატოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე ზეწოლის კამპანიის საკითხი წამოჯრა. ის იქ არის, ეს გარკვეულწილად რუტინული ვიზიტია. არ მინდა ხალხი გავაწბილო ჩვენ გსურს, რომ უკრაინასთან ომი დასრულდეს, განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში. გამართული მოლაპარაკებები ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც. დიახ, შეხვედრა შედგა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია, განაცხადა მან. ისივე თქმით, ამერიკელ კოლეგასთან სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციაში შემავალი რამდენიმე საკითხი განიხილა. დიახ, შეხვედრა შედგა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ხელმძღვანელებს შორის შეხვედრები იქნება ეს პირისპირ თუ ონლაინ ფორმატში, უბრალოდ სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილია. მაგალითისთვის უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ყოველ კვირას ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს. ჯონ რედკლიფთან შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციაში შედის. როგორც კარგად გესმით, სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის სფერო საკმაოდ დელიკატური და სპეციფიკურია. რედკლიფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ეწვია.